ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეავდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლითი და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574500094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მარინა კაპიჭიძე. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს წარმატებულ ჟურნალისტებს მესამე კურსის მეორე საგამოს დოზე დაგვევალა წავშვილიყავით ახალი დიოგნისის საჯარო სკოლაში, სადაც ახალი წლის პროექტში მონაწილე რესპონდენტები დავაჯილდოვეთ და პატარებით თეკლას და სესილის გადაცემას ჩავწერეთ. მათ შორის ამისვლის დროს აღარ გავჩერებულ ვართ. მოვივარდვეთ დიდი და პატარა კამერები, შტატივები და მიკროფონი და გავეშურდეთ მარნეულში. გზა ენის გასატეხებს ვიმეორებდით, რა თქმა უნდა ხალისით და დიქციით. კიდევ ერთი საინტერესო დილა, ხო ბავშვებო? და ნახეთ უკან რამდენი დიპლომებია და ეხლა ვეუბნებოდი ჩემ ბავშვებს ყველაზე დიდი განძი არის, როდესაც გაზრდი შენ მოსწავლეს და მე ის დიდ წარმატებას ნახავს. ხო, ხომ ეთანხმებით ბავშვებო? და ეს საოცარი ბავშვები უკვე ამზადებიან მეოთხე კურსის საკურსოზე და ამ წუთში გქონდა ამაზე საუბარი. ეხლა მივდივართ იმ სკოლაში, სადაც ამათმა პირველი ნაბიჯები გადადგეს იმისი, რომ მათი რესპონდენტი ნათია ყოფილიყო, ხო? ქაბატონი ნათია, რომელიც ძალიან გვიყვარს გერმანიაში ჩვენთან ერთად იმოგზაურა და ეხლა ვეუბნებოდი, რომ პარიზში მივდივართ, მეთქი ნათია მასწავლებელს ნახავთ და აუ ჩვენც გვინდა ოცნებაა ჩვენიო და მოკლედ ნათი პირობას გაძლევთ, რომ გაისათ საკურსო ნამუშევარს, ამ ორი მაგარი გოგოს საკურსო ნამუშევარს სწორედ პარიზში შენთან ერთად გავაკეთებ და ძალიან მაგარი იქნება, თითქმის მთელი პარიზი ჩვენი იქნება და ეხლა სად მივდივართ? მარნეულში, სადაც ამათ სკოლას უნდა ვეწვიოთ და ის სასაჩუქრები, რომელიც გავამზადეთ, აი ხედავთ ალბათ პაკეტები, რომელიც აწყვია, დიპლომები, ნომინაციები და მასწავლებლებს გადავცეთ და დირექციას ჩვენი საპატიო მადლობის სიგელი, რომ გვეწვიენ ჩვენს ტელევიზიაში და რესპონდენტები იყვნენ ჩვენი. მოკლედ, დაელოდეთ ჩვენს გადაცემას და ვნახოთ ახლა ეს გოგონები, აი ესე სხარტად როგორ აკრიბავენ აპარატურას და გაუყვებით მარნეულისკენ. წავედით. გადასაღები მოედნისთვის გავემზადეთ. ჩავთეთ კამერები და ჩავერთეთ ბატონ ადემ ტურაძე, რომელთანაც საუბრის შემდეგ დადებითი ემოციები თავისუფლდა. მესამე თურქეთიდან მე საჭიროა გადასახლებული მოაჯირი ქართული თურქეთში დაბადული თურქეთში გავდივარი ვარ. მაგრამ აქ ვაკეთებ ქართულ კულტურას ისეთ რომ ვიცით რომ ჩვენ აჭარიდან საქართველოსთან ჩამოსული ქართველები ვართ და ამ კულტურას ვემსახურებით აქ 10 წელია პრეზიდენტია და ამ კულტურას ვემსახურებით აქ ისეთი რომ დედაენასა და ოლექსიკოსა და ამ კულტურას რა ისტორიას რა მოდელს იმასა ყველასა აქ ჩვენ ბავშვებს და ჩვენ ახალგაზრდებს და უფრო ვასწავლით არ დაიწყონ ეს კულტურა, ეს ურთიერთობა, ეს მეგობრობა და ჩვენ დარღვევშიც ქართული სისხლით რეალურია.
რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენს ტელევიზია ან დელეგაცია ჩამოვიდა გვესწორეთ და აქ პირდაპირ დაგვინახეთ რომ რას ვაკეთებთ რას მუშაობთ ამ კულტურასა როგორ ერთმანეთს თქვენს მაშინ დაინახეთ თქვენი თვალით და ისეთი რომ ძალიან მოყოლი ვიყავი რომ თქვენ რა მაშინ დელეგაცია ან თქვენ ან ტელევიზია გავიცანი მე ურთიერთობა მეგობრობა გავაგრძელე მაგითო ძალიან მაინც ესე ძალიან მინდა რომ ამ თემაზე უფრო მეტი კარგი ამბავი გავაკეთოთ გადაღება კულტურას ჩვენება აკრაფტება თურქეთში საქართველოს ახდება ისეთი რომ ორი მეგობარი ქვეყანა არის და თურქეთი და საქართველო მაგითო ძალიან მოინტერესებს ჩვენას ისეთი რომ ჩვენს მინდა საქართველოს განდრიელი იყოს განდრიელდეს ჩვენს რა რომ აქედან ხელიდან გამოგვი მასაც დავაშმარებით და ამ თემაზე დიდი მადლობა თქვენს რომ ეს პროგრამები გავაკეთოთ გავაგრძელოთ და გამოაყენებ მგონია საქართველოს და თურქეთის ურთიერთობა მეგობრობა და დაჯილდოებით დროც მოვიდა. ძალიან მოეწონათ ჩვენს რესპონდენტებს პატარა საჩუქრები და წარმატებებიც გვისურვეს. აი ესე მშობლებიც დაუხვეწეთ და ეს თურქეთში გამოგვადგება მინდა გითხრათ რაც შეეხება ჩვენ სტუმრობას მოკლედ პირველი სიგელი რომელიც აი გამოტა ნათიას გადაეცემა და ძალიან მიყვარხარ ნათი და აუცილებლად მაისში რო ჩამოვდინახულებ და აუცილებლად სასიამოვნო შეხვედრა გვექნება და გერმანიის დღეები არასდროს არ დამოუწყდება ძალიან მაგარი ადამიანი ხარ პირველ რიგში რაც დედამიწაზე თავარია და მოდი გადავინაცვლოთ ახლა იმ ჩვენ რესპონდენტებთან რომლებმაც საკმაოდ კარგად იმუშავეს ეს არის სიგელები ჩვენი მადლობის სიგელები რომელიც რესპონდენტებს გადავიცით და აი ამ სამ რესპონდენტს აი პირველი თქვენ როგორც პირველი რესპონდენტი თქვენ როგორც ძალიან დიდი მადლობა საახალწლო რესპონდენტები და ნახეთ ჩვენ მქონდა ესეთი რაღაცა გაკეთებული ყოველთვის როდესაც სრულდება გადაცემის ჩაწერა აი ესეთი გადასაღებ მოედანზე გადაღებული ფოტოკადრებით ვტოვებთ სამახსოვრო სიგელებს სამწუხაროდ თქვენი ფოტომასალები იყო ძალიან დიდი ხნის წინ გადაღებული და ვერ გავაკეთეთ არ გადაიტანა ასევე ჩვენ გვაქვს მასალები ეს არის ჩვენი ნორჩი ჟურნალისტების ნომინაციები მინდა გითხრათ რომ ამაყივარ იმიტომ რომ გუშინაც აი რესპონდენტი ყავდა მოწვეული რომელიც საკმაოდ დიდი ხანია უკვე ამ ბავშვებთან მუშაობს და ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ აღნიშნა რომ ესენი ის ბავშვები არ არიანო მე მგონი მე რო ვიცნობდიო იმიტომ რომ იმდენად გაზრდილები არიან და იმდენად წინ არიან მოწესრიგებული ძალიან კმაყოფილი ვარო რომ ესეთიაო და მე მინდა ეს 10 ფულიანი ასე ვთქვათ შეფასებით გადაცემული პირველია რომელიც აი ესე 10 ფულიანი შეფასებით გადავეცით და ძალიან მიხარია გადავცევ აი ვიზის წარმატებები და იმეც ვიტოვებ რომ თურქეთი უფრო უკეთესი იქნება აი მარიკუნა შენს სიგელი მოდი გაწევ და ყველაზე ბედნიერი ვარ ხოლმე მაშინ როცა ბავშვები ამართლებენ და რა შეეხება ჩემს ოქრო გოგონებს აი ამათაც სამახსოვრო ფოტოსესიების ჭიქები გავმზადე ეს არის როგორც ვიცი მარიამის ეს ვიზიტოსი და გვაქვს კიდევ აი აქ სამახსოვროდ გაკეთებული ეს პატაწუნები რომლებიც ეხლა იწყებენ და იდგავენ ფეხს აი მართლა შეიძლება ვიღაცა ვერ მიხვდეს რამდენად დიდი ცვლილება მაგრამ მათში ენის გასატეხები თუნდაც კამერებთან მუშაობა ძალიან ბევრს ნიშნავს ზრდის გვინდა თუ არ გვინდა აყალიბებს და ზრდის მათ და მე დარწმუნებული ვარ თურქეთში როცა წავთ ჩვენ ძალიან ბევრ კარგ ნაბიჯს გადადგავენ და ბევრ კარგ სიუჟეტს ჩამოიტანენ ეს არის სესილის სამახსოვრო ჭიქა არის ეს ნახე რამდენი ფოტოები ესე და შენი სამახსოვრო ჭიქები და მინდა რომ სულ წარმატებები გქონდეს და ეს კი თქოს სამახსოვრო ჭიქა რომელიც პირველი ნაბიჯები და ნახეთ შეხედეთ მეორე მომენტი რა არის პირველი დიპლომი იქნება რომელიც აი ამ პატარებს და ეს ალბათ ინკოგნიტოს ისტორიაში იქნება აი რამოდენიმე წუთის გზაში რომ მოვდიოდით დაგვირეკეს თურქეთიდან მქონდა პირდაპირ ჩართვა და ეს ბავშვები გავაცანი რა თქმა უნდა და პირველი დიპლომი იქნება სესილისთვის და თეკლასთვის ისეთი რომ ავალთ და იქაური ქართული ცენტრი გადმოსცემს და ყველაზე მთავარი რაც არის შეხვდებით ელჩს შეხვდებით იქაურ დიასპორას და მე მგონი ყველაზე მთავარი ეს არის რომ მქონდეს მისვლა და ურთიერთობები წარმატებები მინდა გისურვოთ და ძალიან ბევრჯერ უნდა ვიყოთ ერთმანეთის რესპონდენტები და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ ადემს მიუხედავად იმისა რომ თავის დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე მაინც მოახერხა და შეძლო ჩაერთო ჩვენს ასე ვთქვათ დაჯილდოების ცერემონიაში რისთვისაც მადლობას ვუხდი და
ჩვენც ალბათ შეთავაზება იყო და თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება და იქნება ურთიერთობა. მოგესალმებით, სასიამოვნო იყო თქვენი რესპონდენტობა და იმედი მაქვს ისე გავაგრძელებთ თანამშრომლობას. მე როგორც ხედავ პატარა ნორჩი ჟურნალისტებიც გვყავს აქ სესილი და თეკლა წარმატებებს გისურვებ. მომავალი წლიდან თეკლა და სესილიც ჩვენი სკოლის აღსავსებელი მოსწავლეები იქნებიან და მათაც წარმატებებს ვისურვებ მომავალში. თეკლას და სესილის მსგავსად პაწაწინები მივიღე პირველ კლასში, სწორედ მარიამი და ლიზი. დღეს კი საკმაოდ წარმატებული, ჩამოყალიბებული პიროვნებები არიან. იმედი მაქვს, რომ სესილი და თეკლაც სწორედ მარიამის და ლიზის მსგავსად დიდ წარმატებას მიაღწევენ. ამ ყველაფრის შემდეგ გამოსვლის დროს მიმდინარეობდა პროექტი ღიმილას გახსნა. ჩვენ ვეღარ მოვითმინეთ და შემოვუერთდით ამ გახსნას, სადაც საზეიმოდ გაიჭრა წითელი ლენტი და ბევრი ფოტო და ვიდეო მასალა შევაგროვეთ. წარმატებები პირველ კლასსაც. აი, კარგი იყო ლიზი, ჩამოვლა, კარგი იყო ჩამოვლის პროცესი. ამიტომ ჩავარდეს კამერა, ამიტომ ჩავარდეს. აი ამაზე გავაჩეროთ, ნახე. ეს ახლოს არა. ისე მე დავდით. ასე უმუშაობ კამერით. მიკროფონი მე მომაჩიჭის და კამერები ამათ გადაიჭერს ხელში. მოგახსენებთ, გასულ სასწავლო წელს მივიღეთ USAID-ის მიერ გამოცხადებულ პროექტში მონაწილეობა, სკოლა ბიზნეს ფორუმი. მივიღეთ დაფინანსება 1500 ლარის ოდენობით და გავხსენით სახელოსნო, რომელსაც დავარქვით სახელად ღიმილა. სახელოსნო თანამშრომლობს სხვადასხვა სკოლასთან და კოლეჯ მოდუსთან, სადაც მივიღებთ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას, რაც გამოგვადგება სამომავლო სამუშაოებისთვის. და რაც ყველაზე მთავარია, ეს იქნება მომავალი თაობისთვის, ფაქტიურად ხელობის სწავლა, ხო? ძალიან ბევრს ნიშნავს. ანუ ჩვენ სახელოსნოში უკვე დაწყებულია მუშაობა, გვაქვს უამრავი ლამაზი ხელნაკეთი სამაჯურები, მძივები, ცეპები და ასევე თვისაჭერები გააკეთეს, რომელსაც ნახავთ შემდეგ იმაში რა ქვია კადრში და მინდა აღნიშნო ისიც, რომ ეს ბიზნესი უკვე მოსწავლეებმა დაიწყეს და დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა უფრო განავითარებენ. კარგი, მოდი გავხსნათ, მაშინ დავიწყოთ გახსნის ცერემონიალი. შეგიძლიათ გაჭრათ ლენტი, ერთად მოდენს დავიჭერთ. მოდი. ძალიან კარგი. შეგვიძლია შემოვიდეთ ის ჯგუფი, ვინც შემოვედით. ბავშვები, შემოდით. ეს არის ნამუშევრები, როგორც გავიარეთ. შემოვედით ჯგუფი. ვინც მუშაობთ. აი ესე. ამით მინდა დავასრულო.